დღეს სამი ქორწილი გვაქვს. ცოტა მეცინება. ამდენი ხანი ღამე მეძინა და დღე ვმუშაობდი. ახლა ღამეც უნდა ვიმუშაო და დღეც. ვერ დავჯდები დღეს. ახლა მოდიან 12 საათზე ფრანგია ბიჭი და ქართველი გოგო, მამაზები, კარგები. მაგათ აქვთ ხელის მოწერის ცერემონია და ფოტოსესია. და იმისთვის ვალამაზებ. მერე 2-ზე მოდიან ქართველები არიან ძალიან კარგები ასევე. იმათ მარტო ფოტოსესია აქვს, მაგრამ მინდა რომ ლამაზად დავახვედრო და შევპირდი რომ ძალიან ლამაზი იქნებოდა და სამწუხარო ის არის რომ ერთი გაკეთებული კი არ მყოფნის ყველგან. იმას თეთრი ყვავილი უნდა, ამას ბორდოსფერი და წითელი, იმას ვარდისფერი და თეთრი. ის რომ წავა დავშალო, ახალი უნდა ავაწყო, ეს რომ წავა, ეს დავშალო, გადავაკეთო, მოკლედ მაგარ ამბავში. ასეთი ჯერ არ მქონია. არა გამოვა კარგა. ლამაზის უფრა გამოვა ძალიან. ცოტა მერევ ერთმენში რომელს ნათია მახსენებს. ცოტა მერევ ერთმენში რომელი უნდა არ მიძინია წუხელის იმდენი ის თელი მაგიდის დეკორაცია წუხელის გავაკეთე. მაგრამ ეხლა ასე მერე ხომ აღარ იქნება. ახლა ეს 1 სექტემბრის დასაწყისშია ასე ამდენი. ვერ ეტყვი ადამიანს რომ გთხოვს რაღაცა რომ უნდა განსაკუთრებული ვერ ეტყვი უარს. დილას იყო წითელი, ახლა არის ვარდისფერი და თეთრი. შიდობით დავამთავრეთ პირველი ქორწილი, ახლა ველოდებით მეორე ქორწილი. აზონებს გავაკუზგუზებთ ახლა თეთრად და ვარდისფრად. ასე ბრძანა პატარძანა. მისი სიტყვა კანონია. ვაფი, მაგრამ ლამაზი გამოვიდა. გოგო უკრაინელია, ლენა, არაჩვეულებრივი, ცოტა სევდიანი, იმიტომ რომ ძმა ომში ყავს. დედმამა იქ აყავს და ქართველმა ბიჭმა შეირთო გიორგი. საყვარელმა და კეთილმა და ლამაზმა. კარგი ოჯახი ექნება, დარწმუნებული ვარ და ძალიან მოხდებიან ერთმანეთს და დარწმუნებული ვარ, ლამაზი ოჯახი ექნება და ბედნიერები იყვნენ. გულოცავ, მთელი გულით გილოცავ ბავშვებო, კარგები იყავით და კარგად იყავით სულ გახარებული. დიდი მადლობა რომ ჩვენთან გადაწყვეტეთ იზეიმოთ ეს თქვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი დღე. მეც და არ დამიკლია და როგორც შეგვიძლია ლამაზად დაგხვდით.